დღეს ჩვენ ვართ სიონზე, ლიდერი ჯოხი გვაქვს, ეს კანალი 70 გრამამდე. გამოვიყენებთ დასაკვებს G-Stream-ის. რა თქმა უნდა, თეთრი ჭია, რომელსაც გამოვიყენებთ დღეს ძირითადად შამაიზე თევზაობისთვის. აი ეს არის მაგარი ზომის შამაია. მოკლედ ახლა ვნახოთ, აბა რა რაოდენობის თევზი დავიჭირეთ. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენ ვართ სიონზე და ვითევზავებთ, რა თქმა უნდა, ფიდერით ვარდნაზე, ვეცდებით რომ დავიჭიროთ შამაია. საკმაოდ გრილა, მინდა გითხრათ, 18 გრადუსამდე არის აირის ტემპერატურა გამოცხადებული დღის განმავლობაში. მეგობრებთან ერთად აჩიკო და მიშა კარგად იცნობთ ჩემი ვიდეოებიდან და დღეს სამივე შევეცდებით რომ დავიჭიროთ შამაია ვარდნაზე. თუ კარჩხანადახრამული გამოერია, უფრო უკეთესი თავისთავად. თუმცა მაინც ისეთი ადგილი გვაქვს არჩეული, რომ მეტად შამაიაზე გვაქვს, ასე რომ ვთქვათ, გათვლა. ვამზადებთ აღჭურვილობას, წავიდეთ ახლა მეც ავიღებ ყველაფერს რაც საჭიროა და თან ნელ-ნელა აგიხსენით მოკლედ. წამოდი გაბრიელი. ესე იგი, პირველ რიგში ჩვენ დაგვჭირდება თავისთავად ჯოხი, ანუ ანკესი. დღეს მე გამოვიყენებ ესეთ ფიდერის ჯოხს, უკვე ლეგენდად შეიძლება ჩაითვალოს. ეს არის ფლაგმანის ეს კანალი, რომელზეც დღეს პირველად უნდა ვითევზაო. 70 გრამამდე არის მისი ტესტი, სიგრძე 3 და 60. საკმაოდ კარგი და მსუბუქი ჯოხია, თავისი ფასიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო არის დღესდღეობით, რაც ზოგადად გაყიდვაში არის. რა თქმა უნდა, კოჭა, 3000-იანი კოჭა მექნება გამოყენებული. ეს არის Shimano's XAG. ძუა 0.18 მმ და ამ ყველაფერს მე დეტალურად აგიხსნით. დასაკვები უკვე გამზადებული გვაქვს. ერთადერთი დამრჩა ის, რომ ყველაფერი გავამზადო, ანუ ავაწყო, დავждეთ და შემდეგ უკვე ვისაუბროთ დანარჩენ ნიუანსებზე. მოკლედ ახლა გაჩვენებთ აღჭურვილობას. მანამდე აჩიკოს გამოყავს შამაია. თან შევხედოთ, ზომა პატარა, რა თქმა უნდა, ძალიან პატარა ზომა, იმედია ჩვენ დიდებს დავიჭერთ. ესე იგი, აღჭურვილობას რაც შეეხება, როგორც გითხარით, ფიდერის ჯოხი გვაქვს, ეს კანალი 70 გრამამდე. Shimano's XAG გვექნება 3000-იანი. ამ შემთხვევაში ვიყენებ ძუას. ზოგადად წვრილი უკეთესია, როდესაც შამაიზე ვთევზავთ, იმიტომ რომ მეტი გრძნობელობა და ჩარტყმის დროს უფრო კარგად გამოიცემა ჩვენს ქვივერზე. ფიდერის ჯოხებს გეცოდინებათ და თუ არ იცით, გეტყვით დამწყებებს, რომ აქვს სპეციალური წვერი, ეს არის ქვივერი, რომელიც არის ძალიან მგრძნობიარე და თევზის ჩარტყმები გადმოიცემა ზუსტად აი ამ წვერზე. აღარ გვჭირდება არც ზარი, არც ძველი სტილის არაფერი. შემდეგ გვაქვს ესეთი რაღაცა გაკეთებული. თავისთავად ძუაზე კარაბინი გვაქვს დამაგრებული. ეს არის პატერნოსტერი, იგივე გარდნერის მარყუჟი, პატერნოსტერი ცოტა სხვანაირად კეთდება. გარდნერის მარყუჟი ქვია ასეთ მონტაჟს. ჩამოკიდებული გვაქვს ჩვენ საკვებურა კარაბინის მეშვეობით, რომელიც შეგვიძლია ვცვალოთ. თავისთავად ახლა ეს დასაკვები საკვებურა სპეციალური, რომელიც არის 10 გრამიანი, დიდი არის, აქ ჩავდებთ საკვებს, ჯერ დავკვებავთ და მერე შევცვლით საკვებურას, პატარა საკვებურას 20 გრამიანს დავაყენებთ, რომ ვარდნაზე დავიჭიროთ შამაია. შემდეგ მოდის ესეთი მარყუჟი და აი ამ მარყუჟზე კეთდება უკვე სადავე მეტრიდან მეტრანახევარამდე ალბათ. გააჩნია თევზის აქტიურობა, პასიურობას. მოკლედ ახლა ჩვენ გამოვიყენებთ დასაკვებს G-Stream-ის. წინა თევზაობიდან შემომრჩა და მაცივარში მქონდა გაყინული, ისე რომ შეგიძლიათ ესე გააკეთოთ, რო არ გააფუჭოთ. მაცივარში გაყინავთ, მერე გამოიღებთ, გაალყობთ და ისევ გამოიყენებთ. ეს არის მარწყვის არომატით. ამ შემთხვევაში ფხვიერი კარგი ვარიანტი იქნება, იმიტომ რომ ზედაპირზე დაცემის დროს უნდა დაიშალოს, იმიტომ რომ შამაია ზედაპირული თევზია და ჯობია რომ ზედაპირზე გავშალოთ ჩვენი დასაკვები. მოდით ახლა დავიწყოთ ჩვენ. ავირჩიოთ წერტილი, დისტანცია დაახლოებით ალბათ 20-25 მეტრი, იმიტომ რომ საკმაოდ ღრმა წყალი არის და დიდი ხანი ვარდება ჩვენი საკვებურა. დავკვებოთ და მერე ვნახოთ უკვე გვექნება თუ არა თევზის ჩარტყმები. მოკლედ ახლა ჩვენ დავიწყებთ დაკვებას ესეთ საკვებურით. რამდენიმე გადაგდებას და 5 გადაგდება ვფიქრობ საკმარისი იქნება თავიდან. მაინც დიდი საკვებურაა. აბა წავიდა. ფიქციონი ცოტა ჩავკეტოთ. გავისროლოთ. აუცილებლად რაღაც წერტილი უნდა ავირჩიოთ, აი მოპირდაპირ მხარეს რაღაც სახლები არის, იმ სახლებს ავირჩევ. გავისვრი. ჩავარდა, მე აუცილებლად კლიპსაში ჩავამაგრებ, რომ ერთ და იგივე წერტილში ვისროლოთ, ყველა გასროლა. ესე შეგვიძლია ახლა დავიწყოთ დახვევა.
ესე. შემდეგი გასროლა. ნუ 5 გასროლა როგორც გითხარით საკმარისია. საკმარისი იქნება. შვენიერი. როგორც კი დაეცა, მაშინვე შეგვიძლია დავშალოთ. ეხლა მოკლედ ჩვენ დავავავთ მარყუჟით ამ სადავეს, მარყუში გავუყრით, მე ბოლოს გავვათ ნემსკავისკენ. ისევ ამაყურში გავატარებთ და მე მოვჭიმოთ რომ დაფიქსირდეს ჩვენი სადავე. ნუ 1 მეტრი სადღაც სადავის სიგრძე გამომივიდა. დასაკვები თავისთავად საკვებურაში. ნუ აქ უკვე შეგვიძლია გავტენოთ კარგად. პატარა საკვებურა გვაქვს 20 გრამიანი, აი ესეთი მოდელი. რა თქმა უნდა, თეთრი ჭია, რომელსაც გამოვიყენებთ დღეს ძირითადად შამაიზე თევზაობისთვის, რომელიც მაქვს მე აი აქ. ნუ არაფერი განსაკუთრებული გაკეთება ამას არ უნდა, უბრალოდ წამოვაცმევ ნემსკავზე პირდაპირ შუაში გავუყრი და ერთსალ ნემსკავს უბრალოდ ერთსალ თეთრ გამოვიყენებთ. ნემსკავი გვაქვს ოვნერის 5310 ასეთი მოდელი, რომელიც რა ვიცი, ჩემთვის ძალიან მაგარი არის ხოლმე აი ამ თევზაობაზე. ნუ სხვათა შორის ბოლო დროს ფლაგმანის ნემსკავები ძალიან მომწონს. თუმცა დღეს მაინც გამოვიყენებ ოვნერს. იაპონურს. აბა წავიდა. აბა დაველოდოთ თევზის ჩარტყმებს. აი, პირველი შამაიაც დავიჭირეთ, რომელიც საკმაოდ ნორმალური ზომის არის, აი ესეთი. შამაიუს. ესე გადავაგდოთ ახლა შემდეგი. ჩავარდა. დაველოდოთ დარტყმას. აი არის კაი დარტყმა. არის კაი დარტყმა ნამდვილად. უბრალოდ დავსვით თუ არა, ეგ არის საინტერესო. ნუ ხანდახან მოყვება ხოლმე და ბოლოში იცის აქტიურობა. ნუ ამ შემთხვევაში დავსვით. მოდის ნამდვილად. და აი გაჩვენებთ ახლა ჩვენს შამაიას. ესეთი შამაია დავიჭირეთ მოკლედ თეთრ ჭიაზე. გამოყავს რაღაც თევზი, ვნახოთ რა თევზია. ალბათ დიდი ალბათობით კარჩხანა უნდა იყოს, ისეთი დარტყმა იყო. მე შამაია დავიჭირე. კარჩხანაა შენი? მე დაჟე გამბუზია დავიჭირე. არა გიორგი ხრამულია, ძალიან კარგი, ხრამული დაუჭერია ბატონ აჩქოს. აი მეც გამომხედეთ ოპერატორ, მე დავიჭირე ესეთი გამბუზია. ეს კაია. გადავაგდოთ. ხრამული წამოვა. ნუ საერთოდ სიონზე ძალიან საინტერესოა თევზაობა, იმიტომ რომ ბევრი თევზი ყავს, ბევრი სახეობა ყავს. ნუ კარჩხანა თავისთავად ყავს და ყავს, შამაია, ხრამული, ნუ კობრი ყავს სხვათა შორის ძალიან დიდი ზომები, მაგრამ ნუ იშვიათობა, ნუ მიზანმიმართულად უნდა ითევზაოს, რა ვთქვათ. რამდენიმე ვიდეო მაქვს ნანახი, სადაც ამურსაც იჭერენ. ნუ თავისთავად არის ესეთი თევზი, რომლის ხსენებაც სამწუხაროდ არ შემიძლია ჯერჯერობით. ნუ არა რა თქმა უნდა ქორჭილა, იმიტომ რომ ამ ტბაზე იმედი მაქვს რომ ქორჭილას არ გაუშვებენ. ნუ აქ თავისთავად ბევრი აზრი არსებობს, რომ აი ქორჭილა ყველაფერს ანადგურებს, ჭამს და ასე შემდეგ. ნუ განადგურებით რა გითხრათ, მაგრამ რაოდენობას ალბათ შეაცოტავებს შამაის, შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს ტბა არ არის ქორჭილის ადგილი. საკმარისად არის გაშვებული ქორჭილა სხვადასხვა ტბებში, თბილისის ზღვაზე თუნდაც, ასე რომ იმედი მაქვს რომ არავის არ მოგივათ ეგ აზრი, რომ სიონზე გაუშვათ ქორჭილა და მით უმეტეს რომ ქარიყლაპია. დავიჭირეთ შემდეგი თევზი, სხვათა შორის აი ჩავიცვი, აცივდა, საკმაოდ აცივდა თან. აბა ნახოთ რა თევზია. მე მგონი კარჩხანა ან ხრამული უნდა იყოს, მეგობრებო, ისე მოდის. კი ბატონო, კარგი ზომის კარჩხანაა ნამდვილად. აი ესეთი შეგვიძლია ახლოდანაც გაჩვენოთ. აი ესეთი კარჩხანიუსი, მოკლედ. თეთრ ჭიაზე, დავარდა თუ არა ფსკერზე, მაშინვე აიღო. დავიჭირეთ შემდეგი თევზი. აბა ვნახოთ რომელია, ნუ შამაია იქნება დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ვარნაზე დავიჭირეთ. საკმაოდ პასიურობს დღეს შამაია, ნუ არ ვიცი რატო, მაგრამ პასიურობს. აი ესეთი ზომის
შამაია დავიჭირეთ. საკმაოდ კარგი ზომაა სხვათა შორის. აი ესეთი. რავი, შვენიერია, მოკლედ ვაგრძელებთ თევზაობას. იმედი მაქვს უფრო გააქტიურდება, იმიტომ რომ ძალიან პასიურობს, აი ძალიან. ძალიან კარგი დარტყმა იყო. ძალიან კარგი. თევზი დამრჩა კი. კიდევ ერთი შამაიუსი დავიჭირეთ. შემდეგი გადაგდება ჩავარდა, დაველოდეთ ჩარტყმას. არი დარტყმა. დავიჭირეთ, შემდეგი შამაია. შამაია მოკლედ მაინც გავააქტიურეთ ჩვენს წერტილში. ისე რომ დღევანდელი შედეგი აუცილებლად იქნება დადებითი, რა თქმა უნდა. არის ჩარტყმა. არის და დავსვით, რა კარგად იბრძვის. ძალიან კარგად იბრძვის. რა კარგია. ძალიან კარგად იბრძვის. მოდი შამაია, მოდი. აი ესეთი შამაიუსი დავიჭირეთ. არის შამაია. დავიჭირეთ შემდეგი. რა კარგად იბრძვის. ძალიან კარგად იბრძვის. ესეთი რა კარგი ზომის შამაია. მოდი ახლოდან გაჩვენებთ. აი ესეთი საკმაოდ კარგი ზომის შამაია დავიჭირეთ. ესეთი კარჩხანა დავიჭირეთ. ერთი ცალი კიდევ. შვენიერი, ვაგრძელებთ თავისთავად თევზაობას. იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი ჩარტყმები გვექნება. კარი შამაია. აი ეს არის მაგარი ზომის შამაია. აი შამაია. ეს არის ძალიან მაგარი ზომის შამაია. ავხელა შამაია, მართლა არ ვიცი. ძალიან მაგარი ზომა. მოკლედ მეგობრებო, ეხლა არის 2:30, ნუ შუადღეა ფაქტიურად და სამწუხაროდ თევზი ისევ და ისევ პასიურობს. ესეთი რამ სიმართლე გითხრათ, სიონზე არ მახსენდება. წლებია დავდივარ და ასეთი პასიურობა შამაის ნამდვილად არ მინახავს. ნუ თუ არ ჩავთვლით თავისთავად ცივა მინდებს და ისეთ ამინდებს, როდესაც თევზი ისედაც პასიურია. ამ პერიოდში ყოველთვის კარგად აქტიურობდა, ასევე კარჩხანა დახრამული მოდიოდა ხოლმე. ნუ დღეს არ ვიცი, წელს ზოგადად განსხვავებული წელი გვაქვს. სითბოები ჯერ არც ისე კარგად და სტაბილურად არის. ნუ აქედან გამომდინარე ალბათ თევზი ამიტომ პასიურობს. ნუ დაახლოებით 9 საათი გავითევზავებ, რამდენიმე გადაგდებას გავაკეთებ და მერე ვნახოთ ერთად თუ რა შედეგი გვაქვს დღევანდელ დღეს ასეთ პასიურ თევზაობაში. მოკლედ ახლა ვნახოთ, აბა რა რაოდენობის თევზი დავიჭირეთ. აბა, მოდი. არც ისე ცოტაა სხვათა შორის. ვნახოთ. გადმოვიტანოთ წინა მხარეს. აბა ჩავყაროთ. აი ესეთი ძალიან მაგარი ზომის შამაი დავიჭირე ერთი ცალი და ნუ დანარჩენი ეს არის რა. დაახლოებით ალბათ 20-30 ცალი იქნება შამაია და 2 ცალი კარჩხანა. ნუ კარჩხანებს ყველა ვარიანტში ხა მე უკან გავუშვებ, იმიტომ რომ შამაია გვჭირდება, დავამარილებთ და ლუთან ერთად შეიძლება მერტმევა. კარჩხანა ფიზიკურად არ გვჭირდება, ამიტომ გავუშვათ უკან. გავუშვათ კარჩხანები, აუცილებლად დაიჭირა და გავუშვით, იცოდეთ ზომა, რამდენი უნდა წაიყვანოთ სახში, იმისთვის რომ გამრავლდეს თევზი. ერთი კარჩხანა და მეორე კარჩხანა.
მეგობრებო, ამით სრულდება დღევანდელი ჩვენი თევზაობა. საკმაოდ წარმატებული იყო მაინც ასე თუ ისე, იმის მიუხედავად რომ პასიურობდა თევზი. თუ მოგეწონათ ვიდეო აუცილებლად დაალაიქეთ, ვისაც არხი არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ. ზარისღილაკიც გააქტიურეთ, რომ არ გამოტოვოთ საინტერესო ვიდეოები და რა თქმა უნდა, დაგმოხსენებით მომავალ ვიდეომდე. აბა დროებით წარმატებულ თევზაობას გისურვებთ.